თავი 7, მუხლი 1, 10. 1. და ვითარცა დაასრულნა იესოს სიტყვანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს. 2. და ასის თავისა ვისიმე მონასნეული ხო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. 3. და ესმა მას იესოსს და მიავლინა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რათა მოვიდეს და განკურნოს მონა იგი მისი. 4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესოსა, ლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმეთ, ღირს არს, რომელი ესეხო მისცს. 5. რამე თუ უყვარს ნათესავი ჩვენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩვენ. 6. და იესო წარვიდა მათთანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულიყო სახლსა მას, მიულინა ასის თავმან მან მეგობარნი და hrქოა, უფალო, ნუ მოშურები, რამე თუ არა ვარ ღირს, რათა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხდე. 7. რომლისაგან არცა თავით ჩემი ღირს მიჩნდა მისვლად შენდა, არამედ სიტყვით ხოლო თქურ და განიკურნოს მონა ესე ჩემი. 8. რამე თუ მეცა კაცი ვარ ელმწიფებასა ქვეშე განწესებული და მქონან ჩემ ქვეშე ერისა კაცნი, და ვფრქ მას, წარვედ. და წარვიდის და სხვასა მოვედ. და მოვიდის და მონასა ჩემსა ყავესე. და ხვის. 9. ხოლო ვითარცა ესმა ესე იესოს დაუკრდა სარწმუნოება მისი, მიექცა ერს ამას და hrქოა, ამენ გეტყვით თქვენ, არცაღა ისრაელსა შორის პოვე ესე ვითარი სარწმუნოება. 10. და მიიქცეს რომელნი იგი მოსრულიყვნეს სახით მისა და პოვეს მონა იგი მისი ცოცხალი. ეს იგივე ასის თავია, ვინც მათ ემახარებელთანაა მოხსენიებული, თავი 8. მართალია მათი არ ამბობს, რომ ასის თავმა გაგზავნა იუდეველები ხვეწნა ამუდარით იესოსადმი, მაგრამ მერე და რა? ვინაიდან ფრიად სავარაუდოა, რომ თავიდან მან იუდეველები გაგზავნა, ხოლო შემდეგ თავადაც წავიდა. ამრიგად რაც გამოტოვა მათემ, იმას ამბობს ლუკა, შესაძლებელია ისიც, რომ იუდეველებს, რომელთაც შური ღრნიდათ არ დაეშვათ, რომ ასის თავი იესოს ფერხთით განრთმულიყო, რადგანაც ეს იესოს დიდებას მოუტანდა, თუ კი იგი უკიდურესობით იძულებული, თავადვე მივიდა იესოსთან, მაგრამ შესაძლოა კვლავ იკითხოს ვინმემ, როგორღა ამბობს მათე, რომ ასის თავმა იესოს წარგზავნილთა მეშვეობით სთხოვა არ მისულიყო? ამაზე შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს იმას, სხვებს გაგზავნიდა, თუ თავად მივიდოდა ამის სათქმელად, ანუ იმის სათხოვნელად, რომ არ მისულიყო, არამედ გაკვირვების ღირსი არწმენა კაცისა, რომელმაც თავი იესოს სტუმრობის ღირსად არ ჩათვალა. ამიტომ ამბობს უფალიც, არცაღა ისრაელსა შორის პოვე ესე ვითარი სარწმუნოება. ვინაიდან ასის თავი წარმართი იყო, შესაძლოა რომაელთა რაზმებიდანაც. ასის თავი არის ყოველი გონება, რომელსაც აქვს რა მრავალი საქმე ცხოვრებაში, ერევა მრავალ ბოროტებას, მაგრამ ყავს ავადმყოფი მონა, არა გონიერი ნაწილი სულისა, პულის ხმობრის ხანებასა და ავხორცობას, ვინაიდან ისინი დადგენილნი არიან მონებად. იგი მოუწოდებს იესოს უგზავნის რა შუამავლად იუდეველებს, ანუ გულისთქმებსა და ახსარების სიტყვებს, ვინაიდან იუდა ნიშნავს ახსარებას. რადგანაც განა ახსარებასა და სიმდაბლეს არ გამოხატავენ სიტყვები, არა ვარ ღირს, რაითა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხვიდე და ასე შემდეგ. ამრიგად, როდესაც იგი ირწმუნებს იესოს, მალევე განკურნავს თავის მონას, ანუ მრისხანებასა და ავხორცობას. თავი 7, მუხლით 11, 16. 11. და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა hrქანნაინ და თანაუვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი. 12. და ვითარ მიახალა ბჭეთა ქალაქისათა და აჰა ესე რა გამოაქუნდა მკვდარი, ძე მხოლოდ შობილი დედისაც ისა, და იგი იყო ქურივ, და ერი მრავალი იყო ქალაქისა მისთანა. 13. და იხილა დედაკაცი იგი იესო და შეეწყალა იგი და hrქოა მას, ნუ სტირ. 14. და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი დადგეს. და hrქოა მას, ჭაბუკო, შენ გეთქ აღდეგ. 15. და ზე წამოჯდა მკვდარი იგი და იწყო სიტყვად, და მისცა იგი დედასაცსა. 16. და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმეთ, წინაწარმეტყველი დიდი აღდგომილ არს ჩვენ შორის და რამე თუ მოხედნა ღმერთმანერსაცსა. და უბრუნა რა ასის თავის მონას ჯანმრთელობა დაუსწრებლადაც კი უფალი კიდევ ახალ სასწაულს ჩადის. რათა ვინმე არ თქვას, რა გაუკეთა ახალი მონას, შესაძლოა მონა არც კი მომკვდარიყო. ამისათვის უფალი მკვდარს აღადგენს, რომელიც უკვე გამოჰქონდათ.
არა მხოლოდ სიტყვით აღასრულებს უფალი სასწაულს, არამედ ეხება კიდეც ცხედარს, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ ხორცი მისი არის ხორცი ცხოვრებისა, ვინაიდან მისი ხორცი იყო საკუთრივი ხორცი სიტყვისა, ყველაფრის ცხოველმყოფელისა. ამიტომაც თავადაც ცხოველ ჰყოფს და არ ღვევს სიკვდილსა და ხრწნას. ზე წამოჯდა მკვდარი იგი და იწყო სიტყვად, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ იგი მოჩვენებითად აღსდგა. ხოლო ის, რომ იგი წამოჯდა და იწყო საუბარი, იყო ნიშანი მისი ჭეშმარიტი აღდგომისა, ვინაიდან სხეულს სულის გარეშე არ შეუძლია არც ჯდომა, არც საუბარი. ქვრივის ქვეშ შეგიძლია იგულისხმო ასევე სული, რომელიც მოაკლდა თავის ქმარს, ან ღმრთის სიტყვას, რომელიც კეთილთესლს თესავს. ზე მისი გონება მომკვდარი და გატანილი ქალაქს გარეთ, ანუ ზეციური იერუსალიმისა, რომელიც არის ქვეყანა ცოცხალთა. შემდეგ უფალი მოიღებს რა მოწყალებას, ეხება ცხედარს. ცხედარი გონებისა, სხეულია. ვინაიდან სხეული ჭეშმარიტად ცხედარია, კუბოა. უფალი ეხება რა სხეულს, აღადგენს გონებას, ყოფს რამას ახალგაზრდასა და შეუპოვარს. ჭაბუკი, ანუ ეს გონება, წამოჯდება და ცოდვის კუბოდან აღმდგარი იწყებს საუბარს, ანუ ასწავლის სხვებს, ვინაიდან სანამ იგი ცოდვთაა შეპყრობილი, მას არ შეუძლია ასწავლოს და ილაპარაკოს, ვინაიდან ვინ დაუჯერებს მას. თავი 7, მუხლი 17, 30. 17 და განეფინა სიტყვა ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისცს და ყოველსა მას გარემოსოფლებსა. 18 და უთხრეს იოანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისაც. 19 და მოუწოდა იოანე ორთა მოწაფეთაცთა და მიავლინა იესუსა და ხრქუა, შენ ხარ მომავალი, ანუ სხვა სამოველოდით? 20 და მირავიდეს მისა კაცნი იგი ხრქვეს, იოანე ნათლისმცემელმან მომავლინა ჩვენ შენდა და თქვა, შენ ხარ მომავალი, ანუ სხვა სამოველოდით? 21 მას შამსაშინა განკურნა მრავალნის ნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიხმადლა ხედვა. 22 და მიუგო და ხრქვა მათ იესუ, მივედით და უთხართ იოანეს, რა ესე იხილეთ და გესმა, ბრმანი აღიხილვენ, კელობელნი ვლენან, კეთროვანი განწმდებიან, ხრუთა ესმის, კუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების. 23 და ნეტარიხოს, რომელი არა დაღბრკოლდეს ჩემ და მომართ. 24 და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოანესნი, იწყო სიტყვად იესუ ერისა მის მიმართ იოანესწ, რასა გამოხვედით უდაბნოდ ხილვად. ლერწმისა ქარისაგან შერყეულისა. 25 არამედ რასა გამოხვედით ხილვად. კაცისა სამოსლითა ჩშლითა მოსილისა. აჰა ესე რა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშვებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან. 26 არამედ რასა გამოხვედით ხილვად. წინაწარმეტყველისა. ჰე, გეტყვთ თქვენ და უმეტეს წინაწარმეტყველისა. 27 რამე თუ ესე არს, რომლისაც იგი წერილ არს, აჰა ესე რა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენი წინაშე შენსა. 28 რამე თუ გეტყვთ თქვენ, უფროსი შობილთა შორის დედათასა იოანე ნათლისმცემელისა წინაწარმეტყველი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროსა მისა არს. 29 და ყოველსაერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელი იღეს ნათლისმცემითა იოანესითა. 30 ხოლო ფარისეველთა და სჯულის მოძღვართა ზრახვა ღმრთისა შეურაცხყვეს თავისად სისა, რამე თუ არა ნათელ იღეს მისგან. ხმან ნაინში აღსრულებული სასწაულის შესახებ, მთელს იუდეასა და მის შემოგარენში გავრცელდა. მივიდა იგი იოანეს მოწაფეებამდეც. ესმოდათ რა უფლის ქება, მათ, როგორც ჯერ კიდევ არასრულყოფილებს, სწყინდათ. ამიტომაც იოანე სურს რა უჩვენოს მათ ქრისტეს დიდებულება და ის თუ რამდენად ჩამორჩება იგი, იოანე, მას, ქრისტეს, აწყობს შემდეგს, იგი არავითარ აზრს არ გამოთქვამს იესოზე, არამედ წარმოუდგება არ მცოდნეთ, გზავნის მათ, რათა იხილავენ რა სასწაულებს. თავად საქმეებიდან ირწმუნონ, რომ ფრიად დიდია მანძილი უფალ, იესოსა და ძის მონა, იოანეს შორის, ვინაიდან ნუ იფიქრებ, თითქოს იოანემ მართლაც არ იცოდა ქრისტეს შესახებ და ამიტომ გაგზავნა თავისი მოწაფეები კითხვით. იგი ჯერ კიდევ შობამდე დედის საშოში კრთებოდა, როგორც მისი მცნობელი და იორდანესთანაც მოწმობდა მასზე, როგორც ძეზე ღმრთისა. ამრიგად იგი გზავნის მოწაფეებს უბრძანა რა მათ ეკითხათ იესოსთვის. შენ ხარ მომავალი, ანუ სხვა სამოველოდეთ, ხედავ როგორ ღრმად მიჰყავს იოანეს მოწაფეები რწმენისაკენ, რომ იესო ღმერთია.
ვინაიდან წინასწარმეტყველნი იწოდებიან მოვლინებულად და თავად იოანეც, როგორც მახარებელი ამბობს, იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ იოანე 1:6. უფალი კი, მომავალი, ვინაიდან იგი მოვიდა ხელმწიფებით და არა თავისი ნების საწინააღმდეგოდ. ამრიგად ეუბნება, შენ ხარ ის, ვის მოსვლასაც ქვეყნადელიან. ზოგიერთნი სიტყვებში, შენ ხარ მომავალი, გულისხმობენ იესოს ჯოჯოხეთში ჩასვლას, თითქოს და ასე ყოფილიყო თქმული, შენ ხარ ჯოჯოხეთში მომავალი. რაღა ვთქვათ უფალო? იცოდა რა, თუ რა განზრახვით გამოგზავნა მოწაფეები იოანემ, კერძოდ, რათა მათ ეხილათ მისი საქმეები და მათგან ერწმუნათ, იგი ეუბნება მოვლინებულებს, უთხარით, რაც იხილეთ. შემდეგ ჩამოთვლის სასწაულებრივ ქმედებებს, რომლებიც წინასწარმეტყველთა მიერაა ნაწინასწარმეტყველები, ვინაიდან სიტყვები, მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯისენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე ნიაღურები აქვს ესიაიასაც 35:5-6. შემდეგ ამბობს, და ნეტარ იყოს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემ და მომართ, თითქოს და ასე ეუბნებოდეს მათ, თქვენც ნეტარნი ხართ, თუ კი არ დაბრკოლდებით ჩემ და მომართ, ვინაიდან მრავალნი ადვილად შეიძლებოდა დაბრკოლებულიყვნენ იოანეს მიმართ. რამდენადაც ადრე ასე მრავალჯერ მოწმობდა ქრისტეზე, ახლა კი გამოგზავნა კითხვით, შენ ხარ მომავალი, ანუ სხვა სამოველოდეთ, ამიტომ ქრისტე ეუბნება ხალხს, მსგავს ნურაფერს იეჩვებთ იოანეზე. იგი ლერწამი არაა, რომ იხრებოდეს ხან ერთ ხან მეორე მხარეს და ერთ დროში მოწმობდეს ჩემზე, ხოლო მეორე დროს არ მიცნობდეს მე. ვინაიდან ის რომ ასეთი ყოფილიყო, რაღაცომ გამოხვიდოდით მის სახილველად უდაბნოში. მას სრულიადაც არ განუხრწნია საკუთარი გონება გრძნობადი სიამოვნებებით, ვინაიდან მისი სამოსი გვიჩვენებს, რომ იგი ყოველგვარ სიამოვნებაზე მაღლა დგას, ამასთან იგი სასახლეებში იცხოვრებდა, სიამოვნება რომ ყვარებოდა, მაგრამ თავად თქვენზე თვლით მას წინასწარმეტყველად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ იგი წინასწარმეტყველზეც მეტია. ვინაიდან სხვა წინასწარმეტყველნი მხოლოდ წინასწარმეტყველებდნენ ქრისტეზე, ხოლო მან ნახა იგი და მიუთითა სიტყვებით, აჰა, ტარიგი ღმრთისა. ამასთან სხვა წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მას შემდეგ, რაც უკვე გამოვიდნენ საკუთარი დედის საშოდან, მან კი იცნო უფალი და გრთებოდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ დედის საშოდან გამოვიდოდა. შემდეგ მოჰყავს მოწმობა, აჰა ესე რა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი, მალაქია 3:1 იოანეს ეწოდა ანგელოზი შესაძლოა იმიტომაც, რომ მისი ცხოვრება თითქმის უსხეულო და ანგელოზებრივია, ან შესაძლოა იმიტომაც, რომ მან ამცნო მაცხოვრის მოსვლა. რამე თუ გეტყვით თქვენ უფრსიშობილთა შორის დედთასა იოანე ნათლისმცემლისა, წინასწარმეტყველი არავინ არს. შემდეგ თითქოს და ვიღაცამ თქვა, თავად შენზეც მეტია ქრისტე იოანე, ამატებს, ხოლო მე უმცირესი მასზე ღმრთის სასუფეველში მასზე უმეტესი ვარ, ვინაიდან თუმცა მე მიმიჩნევენ მასზე უმცირესად კეთილშობილებითაც, ასაკითაც, დიდებითაც. თუმცა ღმრთის სასუფეველში, ანუ ყოველივე ღმრთაებრივსა და სულიერში მე მასზე უმეტესი ვარ. ამრიგად, ყველა იმ ადამიანმა, ვინც მოусმინა იოანეს, განამართლა ღმერთი, ანუ პატივი მიაგო ღმერთს იმით, რომ მიიღო მისი წინასწარმეტყველი. ფარისელებმა კი არ მიაგეს პატივი ღმერთს, რამდენადაც არ მიიღეს იოანე ზოგიერთ სხვაგვარად ესმოდა სიტყვები, შობილთა შორის დედათასა, კერძოდ კარგად თქვა უფალმა, შობილთა შორის დედათასა გამორიცხარა, ამრიგად საკუთარი თავი, ვინაიდან ის იშვა ქალწულისაგან და არა დედაკაცისაგან, ანუ ქმრიანი ქალისაგან. სხვაგვარად ესმოდათ გამოთქმაც, უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა, კერძოდ, უმცირესი ქრისტიანულ ცხოვრებაში არის უმეტესი მართალზე სჯულის მიხედვით. მაგალითად, იოანე უმციკლოა სჯულის მიხედვით მართლისათვის. მაგრამ თუ კი ვინმე მონათლულია, მაგრამ ჯერ არც რაიმე კეთილი უქმნია და არც ბოროტი, მაშინ ის მართალია, ფრიად მცირეა ღმრთის სასუფეველში, ანუ ქრისტიანულ სარწმუნოებაში, თუმცა მოუნათლავზე მეტია, თუნდაც მართალზე სჯულის მიხედვით. და სხვაგვარადაც, რამდენადაც იოანე, თუმცა თითქმის უხორცოა და არამიწიერი, მაგრამ ჯერ კიდევ ხორცში იმყოფება, ამდენად უმცირესია აღდგომისას, რომელსაც ღმრთის სასუფეველს უწოდებს, მასზე უმეტესია. ვინაიდან მაშინ მივიღებთ რა სრულ უხრწნელებას, ჩვენ აღარ მოვიქცევით ხორციელად და უმცირესი მაშინ, უფრო მეტი იქნება ვიდრე ახლანდელი მართალი, მაგრამ ჯერ კიდევ ხორცში მყოფი. თავი 7, მუხლი 31, 35. 31. ვის ვამსგავსნე კაცნია მის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს? 32. მსგავს არიან ყმათა უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყვასთა მათთა და ეტყეთ, გისტნევდით თქვენ და არა ხროკევდით, გიგოდებდით თქვენ და არა სტიროდეთ.
33. რამე თუ მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არცა ჭამდა პურსა, არცა სუმიდა ღნოსა და იტყთ ეშმაკეულ არსს. 34. მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სუამს და იტყთ აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღვინისა და მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთა. 35. და განმართლდა სიბრძნე ყოველთაგან შვილთაცთა. იუდეველებს ჰქონდათ ერთგვარი სახის თამაში, ბავშვების დიდი რაოდენობა იყოფოდა ორ ნაწილად და თითქოს და ცხოვრების დასაცინად ერთნი-ერთ მხარეს ტიროდნენ, ხოლო მეორენი მეორე მხარეს უკრავდნენ სალამურზე და არც დამკვრელნი ეთანხმებოდნენ მგლოვიარეთ და არც მგლოვიარენი დამკვრელთ. უფალი ფარისევლებსაც წარმოგვიდგენს რაღაც ამგვარის მოქმედად. ვინაიდან არც იოანესთან ერთად მწუხარებდნენ, რომელიც მგლოვიარე ცხოვრებას ეწეოდა და სინანული შემოჰქონდა და არ ბაძავდნენ მას, არც იესოს, რომელიც სასიამოვნო ცხოვრებას უჩვენებდა, არ ემორჩილებოდნენ და არ ეთანხმებოდნენ მას, არამედ ორივესგან მოიკვეთეს საკუთარი თავი, არ აღმოუჩინეს რა თანაგრძნობა არც მგლოვიარე იოანეს, არც იესოს უკრავდა რა და შეუნდობდა. და ბოლოს ღმრთის სიბრძნე განმართლდა, ანუ პატივი მიეგო არა ფარისეველთა მიერ, არამედ მათ შვილთა, ანუ იოანეს და იესოს მოძღვრების მიმღებთა მიერ. თავი 7, მუხლი 36, 43. 36. ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რათა ჭამოს პური მისთანა, და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა. 37. და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამე თუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრინელ საცხებელისა. 38. და დადგა ფერთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერთა მისთა და თმითა თავისა მისისათა წარხოცდა და ამბორსტუყოფდა ფერთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. 39. ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ხადა მას, თქვა გულსაცსა, ესე უკვე თუმცა იყო წინა წარმეტყველი, უწყოდამცა, ვინდა რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამე თუ ცოდვილ არსს. 40. მიუგო იესუ და ჰრქვა მას, სიმონ მაქუს რამე შენდა სიტყვად. ხოლო მან თქვა, მოძღვარი იტყოდე. 41. და თქვა, ორნი თანამდებნი იყვნენ მას ესხებელისა ვისნიმე, ერთსა თანაედვა 500 დრახკანი, ხოლო ერთსა მას ერგასისი. 42. და ვითარ არა აქ უნდა მათ ორთავე მიუტევა. აც თქვი შენ, ვინ უფროს შეიყვაროს იგი? 43. მიუგო სიმონ და თქვა, მე ეგრე ვგონებ ვითარმედ რომელსაც იგი უფროსი მიუტევა. ხოლო თავად მან თქვა, სამართლად საჯე. ეს ფარისეველი, რომელმაც უფალს უხმო როგორც ჩანს, მართალი გულისთქმების პატრონი კი არ იყო, არამედ მზაკვარი და სავსე თვალთმაქცობით ამბობს, უკვე თუმცა იყო წინასწარმეტყველი. როგორც ჩანს, მას არ სწამდა, რადგანაც ასე ამბობდა, უფალმა თუმცა კი იცის მისი არაპირდაპირობა, მაგრამ მაინც მიდის მასთან და სადილობს მასთან ერთად, რაღა თქმა უნდა ჩვენ გვასწავლის რა ამით, რომ უბრალოდ და პირდაპირ უნდა ვექცეოდეთ მათაც კი, ვინც ჩვენთან მიმართებაში მზაკვრულად იქცევა. მრავალს აღელვებს კითხვა, რამდენი იყო დედაკაცი, რომელმაც ნელსაცხებელის ცხო უფალს. ერთნი ამბობენ, რომ ისინი ორნი იყვნენ, ერთი იოანეს სახარებაში მოხსენიებული ლაზარეს და იოანე 12:3 და მეორე ის, რომელსაც მოიხსენიებენ მახარებლები მათე 26:2. 6:7 და მარკოზი 14:1-3 და ამ ადგილას ლუკა, მაგრამ მე მათი მჯერა, ვინც ამბობს, რომ ისინი, რომლებმაც ნელსაცხებელის ცხეს უფალს სამნი იყვნენ, ერთი ლაზარეს და რომელიც მოხსენიებულია იოანესთან, სცხოვრა უფალს პასექამდე 6 დღით ადრე, მეორე მოხსენიებული მათესთან და მარკოსთან, რომელმაც პასექამდე 2 დღით ადრე სცხო, და მესამე, ეს, მოხსენიებული ახლა ლუკას მიერ, რომელმაც სცხო უფალს შუა სახარების ქადაგებისას და არაფერია უცნაური იმაში, რომ მან ეს გააკეთა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ვნების დრო დადგებოდა. ხოლო იმათ იგივე გააკეთეს ვნების ჟამის მოახლებისას, მის დამიმიბაძვით, ან და რაიმე სხვა მოტივით. თუ კი მათესთან მოხსენიებული ფარისეველი, რომელმაც უფალს უხმო, მოხსენიებულია როგორც სიმონი, ისევე როგორც ლუკასთან, რა არის გასაკვირი სახელების დამთხოვაში. რამდენადაც ის ვისაც მათე საუბრობს კეთროვანი იყო, ხოლო ეს ლუკასთან არა. იმან კეთროვანებისგან განწმენდის გამო მიიწვია უფალი მადლიერების ნიშნად, ეს კი არ იყო კეთროვანი და არ გამოხატავდა მადლიერებას, ის არაფერს ამბობს, ეს კი დრტვინავს და განიკითხავს, ერთსა და იმავე დროს იესოსაც და დედაკაცსაც. ამ უკანასკნელს როგორც ცოდვილს, ხოლო მას როგორც კაცთ მოყვარეს. ჰოი უგუნურებაო!
ადამიანი ჭეშმარიტად ფარისეველი, მაგრამ უფალი ეკითხება რა მას იგავებით და გამოჰყავს რა შუაში ორი მევალე, შეუმჩნევლად ეუბნება მას, რომ ისიც მევალეა, თუმცა კითხვის, რომ ნაკლები ვალი აქვს, მაგრამ მაინც მევალეა. ამრიგად არც შენ, ვისაც ნაკლები გმართებს, არ შეგიძლია ვალის დაბრუნება, ვინაიდან ამ პარტავნებით შეპყრობილს, არ ძალგიც აღსარება, არც დედაკაცს შეუძლია. ამიტომ ორივეს მოგეტევებათ და ვინ შეიყვარებს უფრო მეტად. უეჩველია ის, ვისაც მეტი მიეტევება. ეუბნება რა ამას, იგი დაუყოფს პირს ამ პარტავანს. თავი 7, მუხლი 44, 50. 44. და მიექცა დედაკაცს ამას და სიმონს ეტყოდა, ხედავა ამას დედაკაცსა. შემოვეთ სახლსა შენსა, წყალი ფერთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალთნა ფერნით ჩემნით მითაც სითა წაროცნა. 45. ამბორის ყოფა არა მომეცმე, ხოლო ესე ვინათგან შემოვიდა, არა დასცხების ამბორის ყოფითა ფერთა ჩემთათა. 46. ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელის ცხო ფერთა ჩემთა. 47. რომლის ამადლისაც გეტყშენ, მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამე თუ შეიყვარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედსა შეიყვაროს. 48. და ხრქუა მას, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი. 49. და იწყეს თანამეინაეთა მათ სიტყვად გულთა შინა მათთა, ვინ არს ესე, რომელიც ცოდვათა მიუტევებს. 50. ხრქუა დედაკაცსა მას, სარწმუნოება მან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშვიდობით. უფალი აღმოაჩენს სიმონში ამ პარტავანსა და უგუნურს, ამ პარტავანს იმიტომ, რომ თავად ადამიანმა ცოდვებისთვის განიკითხა ადამიანი, უგუნურს რამდენადაც ვერ გულისხმაყო, რომ საჭირო იყო იმ დედაკაცის, რომელმაც რწმენისა და სიყვარულის ასეთი ნიშნები აჩვენა, მიღება და არა ურაყოფა. ამიტომაც უფალი ამხელს მას იმაში, რომ ტყუილად განიკითხა დედაკაცი, რომელმაც იმდენი გააკეთა, რამდენიც თავად არ გაუკეთებია. არ გაუკეთებია მასთან შედარებით ბევრად ნაკლებიც კი. შენო მაგალითად ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, რაც სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, მან კი ცრემლით დამილტო ფეხები. შენ სახეზეც კი არ მეამბორე, მან კი ფეხები დამიკოცნა, შენ ზეთიც კი არ მცხე, მან კი ნელსაცხებელი მცხო. რამდენადაც შენს თქვი, რომ მე წინასწარმეტყველი არა ვარ, ვინაიდან ვერ გავარჩიე, ცოდვილი რომაა, აი შენს გულის სწრახვებს ვამხელ, რათა იცოდე, რომ ჩემთვის ცნობილია როგორც დაფარული შენში, მით უფრო რაც მას შეეხება და რაც მრავალმა სხვამაც იცის. ამრიგად მიეტევა მას ცოდვების, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული, ანუ დიდი სარწმუნოება უჩვენა. მისი თანამეინახენი და ამასთან დრტვინავნი ვერ მიხვდნენ, რომ მის მიერ სიმონისადმი თქმული ფრიად ესადაგება მათაც უფალი აცხრობს რა მათ დრტვინვას და სურს რა უჩვენოს მათ, რომ თითოეულს მისი რწმენა აცხოვნებს, არ თქვა, დედაკაცო, მე გაცხოვნებ შენ, რათა ისინი კიდევ უფრო მეტი შურით არ ანთებულიყვნენ, არამედ სარწმუნოება მან შენმან. ეს თქვა მან როგორც უკვე შევნიშნე, ნაწილობრივ იმის გამო, რომ შეეყვანა ისინი რწმენაში, აგრძნობინა რა, რომ სარწმუნოებას სწორედ ის აცხოვნებს. ვიდოდე მშვიდობით, ანუ სიმართლით, ვინაიდან სიმართლე არის მშვიდობა ღმერთთან, ისევე როგორც ცოდვა, მტერობა ღმერთთან. ნახე, შეუნდო რამას ცოდვები უფალმა მხოლოდ მიტევებული ცოდვების ანაბარაკი არ დატოვა იგი, არამედ სიკეთის ქმედითი ძალაც მიანიჭა. ვინაიდან სიტყვები, ვიდოდე მშვიდობით, შენ ასე უნდა გაიგო, წადი აკეთე ის, რაც ღმერთთან მშვიდობას დაგიბრუნებს.